მოგესალმებით, ესე იგი, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა მშვილდის პოზაში? თუ თქვენ ცდილობთ, რომ ფეხები წაიღოთ უკან და ფეხებმა ესე მოგკაჩოთ, რომ ტანი მაღლა აიწიოს, ეს არ იქნება სასარგებლო მუხლებისთვის და ეს დატვირთავს უფრო მეტად წელს. ნაცვლად ამისა, მშვილდის პოზაში უნდა ვეცადოთ, რომ ფეხები წავიდეს ესე ჭერისკენ ზემოთ და იმუშაოს ხელებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცერები თუ ერთად იქნება, თუ ცერებით შევეხებით, ეს გვეხმარება, რომ ორივე მხარე იყოს თანაბრად აწეული, იმიტომ რომ თუ დავაშორებთ ფეხებს, შეიძლება ჩვენ ვერ შევნიშნოთ, მაგრამ ერთი ფეხი იყოს უფრო მაღალზე, აი ესე შეუმჩნევლად, ამიტომ ეს გვეხმარება ესეთ კონტროლში. ხო, მესამე ის არის, რომ ხო არ დაიღალე. ვინაც ცოტა შევისვენოთ, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე მაკეთებდით, კიდე ავიციოთ, ისევ ცერები ზუსტად ერთად მივადოთ. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მუხლები ძალიან განზე არ გავშალოთ, უნდა მოვაახლოვოთ, რომ იმუშაოს ფეხის მომზიდველმა, ანუ შიდა კუნთებმა, ადუქტორებმა. ეს კუნთი უნდა გამოვიყენოთ, ასევე უნდა გამოვიყენოთ ჰემსტრინგები და გამოვიყენოთ ძალიან დუნდულა კუნთები. მაგან შეიძლება კომპრესია გამოიწვიოს გავათეძოს სახსრის. ამიტომ უკანზნექების დროს მათი აქტივაცია არ არის საჭირო. ესე იგი, როგორც წვეთი, ისე დაუმიზნოთ, რომ ავიწიოთ ზემოთ ეს ერთი და ცოტა მოდი შევისვენოთ და ახლა მეორე მხარეს გადავალთ. მეორე მხარეში, ესე იგი, გულისხმობ, რომ როგორ უნდა იყოს მხრები ამ შემთხვევაში. ვისაც აქვს მოქნილი მხრები, შეიძლება იგრძნოს მხრის სახსარში დაჭიმულობა, ზედმეტი დაჭიმულობა და მაგისთვის უნდა გავაკეთოთ მხრის შიდა როტაცია. ნახეთ? ეს არის გარე როტაცია, როგორც არის ხოლმე უფრო ხშირად და ეს მეჯდატვირთვას აძლევს უფრო მხრის ნაწილს. ნაცვლად ამისა, ესე ჩაატრიალეთ, ცოტა შეეწინააღმდეგეთ ფეხების მოქმედებას და ხელების მოქმედებას და ამით დაცული იქნება უფრო მხრის სახსარი და მეორე ვეცადოთ, რომ ბეჭები ცოტათი დავაშოროთ. ანუ ეს მოქმედება, გარდა მაგისა, რომ მხარს იცავს, აკეთებს გულმკერდის სკაპულას, ანუ ბეჭის ძვლების დაშორებას და ათავისუფლებს გულმკერდს, რომ უფრო კარგად გაიშალოს. და ბოლოს ამ პოზაში მივაქციოთ ყურადღება კისრის მდგომარეობას. კერძოდ ის, რომ თავი აწეულია, მაქსიმალურად აწეულია, მაგრამ თუ მზერას დაბლა დავხრით, ეს დატვირთვას შეამცირებს კისერზე. ანუ მიმართულება, მუდმივად იმის ცნობიერება არის, რომ კისერი არ გადაიტვირთოს და უფრო დაბლა, სადღაც აი წინ მიმართულებით, მაკეთ არის მზერა მიმართული ან ცხვირისკენ. სუნთქვა თავისუფალია, ხომდებით შეიძლება 5 სუნთქვა, 10 სუნთქვა. ეს არის ფრაგმენტი, ანუ ერთ-ერთი ასანა არის, რომელსაც ჭირდება წინ გახურება, ისევე როგორც ყველა სხვა პოზას და მოდი აბა როგორი შეგრძნება ქონდა? დავსხლეთ აბა. ეს პოზა შეგვიძლია გავაკეთოთ განმეორებით რამდენჯერმე. უკანზნექების დასაწყებად ძალიან კარგი პოზა არის, იმიტომ რომ გრავიტაცია ისე მუშაობს, რომ გეწინააღმდეგება აწევაში. ხო, ანუ სხეულის წონა შენ თვითონ უნდა აწიო, იმიტომ რომ ზემოდან რო გადახვიდე, ეს უფრო საფრთხილო პოზა არის და მეტ დაცვას და მომზადებას მოითხოვს. მოდი შემდეგ ვიდეოში ვაჩვენოთ უშტრასანა, რომელშიც მეტი კონტროლის საჭიროება არის და გადავიდეთ უშტრასანაზე.